მოგესალმებით ეთერშია გადაცემა სტუნდად კაცები. როგორ ახართ კაცებო? რა ვიცი. მუშაობთ? ვართ ნელ-ნელა. და თუ გამოიყურება ძალიან ელეგანტურად. სადღაც სხვა სამსახურში დადის მე მგონი და იქიდან მოდის ხოლმე. სად მუშაობ ჩვენამდე? ეს გადავწყვიტე რომ სერიოზული ვიყო და ესე. და შენი ეს და ეგ სერიოზულია. უფრო სერიოზულია ვიდრე. შენ ხო სხვაგანაც მუშაობ რამოდენიმე ადგილას. რომელიმე სამსახურში დადიხარ ეს ძალიან სოლიდურად არის დრეს კოდი გააქვს? კი. სად? და რა შედის დრეს კოდში? შორტები? ტანსაცმელი. და დანარჩენგან შეგიძლია ისეც მეყვი. ხა გავიხდი უკვე მოვშინაურდი სტუდიაში. თან დაცხა კაცო უკვე. არა, ნუ რა თვია ეხლა? მაისის შუა. ვარდობის თუ. მართლა დრეს კაისად მე გიმუშავე ისეთ ადგილას, სადაც შენ ხო ბევრ ადგილას გიმუშავე თუ არა? კი. რომ აუცილებლად ჰალსტუხით ხალხით არა. საცურაო კოსტიუმით ან ხალხით მაშველად თუ გიმუშავია, იქ აშკარად საცურაო კოსტუმით უნდა. მუშაობდი ისეთ ადგილას, სადაც უნდა მწმოდა ღია პერანგი, თეთრი ან ღია პერანგი, მუქი შარვალი, ჯინსი არ შეიძლებოდა და სასურველი იყო. არა, წინდების ფერი არ რეგულირდებოდა. არ შეიძლებოდა სპორტული ფეხსაცმელი, ბოტასი, ანუ ბუცები, ბუცკეტები, ხილამურის ბათინკები არ შეიძლებოდა. ჩუსტები? სერიოზული, სოლიდური ჩუსტები. ყავის. ცუგები რო ახატია. უნდა მიგეტანა და შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში შეგეძლო ჩაგეცვა. მიმუშავია. ერთ-ერთი ჩემი სამსახურთან. და არის, არ არის, სადაც შემოხება. კიდე მიმუშავია ისეთ სამსახურში, სადაც ხალათი მეცვა. ექიმიც იყავი? არა, უმცროსი. დადიოდა ამატებ ჩვენ. ყველაფერი გაცილებით უფრო პროზაული. უმცროსი მეცნიერ მუშაკი ვიყავი და იქ რაღაც ექსპერიმენტებს რო და ვატარებდი. ვერ განვითარდი, ვერ დახვედი წინ, უბრალოდ დაიხურა ინსტიტუტი. ხალათი მაინც თუ და არა, ხალათი ჩავაბარე. რომ ეს ხალათი იყო? ისე დაიხურა, რომ ხალათიც არ შეგჭა. თაგვის ფერი ხალათი იყო. ყველაზე მდორე ხელფასი სათქონა. ყველაზე მდორე ხელფასი მქონდა ლაბორანტობის. მდორე ოღონდ ცოტა ლაბორანტობის გაგებით დროს. და რამდენი იყო? 50 მანეთი. მე მქონდა 15 ლარი. ხო, დღიური? ხო, ანუ როგორ იყო იცი, სადღაც მუშაობდი სკოლაში. მაშინ სტუდენტი ვიყავ, სკოლაში ვიყავი DJ-ი. ძალიან ცუდი პერიოდი. მაშინ ერთ-ერთი სკოლა იყო ცოტა ისეთი. და სკოლის დამლაგებაც რამდენი ქონდა? არ ვიცი, სტატუსი მაინტერესებს. დამლაგებელი არც ეყავდა ხოლმე. არ ვიცი. ბავშვები DJ-ი მასწავლებელს გეტყვი. არა, ბავშვები მოდიოდნენ პატარები და იმათვისაც აწყობდნენ დისკოტეკას რა და მე ვიყავი რა და მაშინ რადიოში მუშაობდი და DJ ეთყობა იქიდან დამიკავშირდნენ საიდანღაც და რამე ის კი არ მქონდა DJ-ისთვის მიქსერი ან რაღაც. ორ კასეტიანი მაგნიტოფონი იყო რა. ერთში ჩადებდი, აქეთ მოამზადებდი რა. გადაახვედი. ესე უშვებდი. მაგრამ მაშინ კარგი ფული იყო. ჩემი პირველი ხელფასი იყო, ფულიც არ იყო. პირველად რომ ვიმუშავე, კვერცხი და ფქვილი მოხდა. ხელფასად მომცეს ადიალა. სად მუშაობ? გადასაფარი. ადიალების მაღაზია. რაც ჩაწვა ის მოგდე? მუშაობდიც არ იყო. მოიცა რომელი ადიალა მოგდეს? ვეფხვი რო ეხატა ეგ ხო არა? არა, ეგეთი სად იყო? ეგ დირექტორს კონდა. ჩვეულებრივი კლეჩატი. დირექტორს ეფარა სამსახურში. კი არ მუშაობდი. რაღაც ერთჯერადი სამუშაო გამოჩნდა. იცექი რო ენახა როგორი კაცი. როგორ იფარება. ადიალის მანიკენი იყავი. ძალიან მაგარია ლოგო ბედნიერი ოჯახი. იღაცა გოგო, იცით იმასაც ადიალა ვიცი. ეს და ბავშვი ხლაბუცობს. არა ეს იყო სახანძრო სისტემა დავაყენეთ მე და ჩემო მეგობარმა. და ბოდიშიო ფული არა გვაქო. არა ადიალები გვაქვს ბლომად. ერთი ადიალა მოგწეს? ერთი მე და ერთი იმას. მე ეხა როგორ არიან? ხო არ დამწვარა. არა დაიხურნენ და ადიალა დამჩა.
სახანძრო სისტემა შეგეძლო მოგეხსნა და სხვაგან დაგეყენებია მე. არა, იმათი საფუძველი ამათ ხო, მოგროვდა. ნუ დავაყენეთ რა. და ეს რას გულისხმობდა სახანძრო სისტემა? აკრობდა თუ ყვიროდა? ყვიროდა. ყოველ შემთხვევაში უნდა ეყვირა. შეიძლება არ იყვირა და იმიტომაც დაიხო. ხო, ანუ ეგ უკვე აღარ იმაში კონტრაქტში აღარ იყო ეგ პუნქტი. შენ, გიორგი? მე მქონდა ხელფასი 10 ლარი და გაზეთი. სად მუშაობდი? გაზეთი. ერთ-ერთი კიდე უცნაური სამუშაო არის აქვს ადამიანს, რომელიც დღეს არის ჩვენი სტუმარი, და ამჯერად და დღეს ჩვენი, ნუ ამ სამსახურებთან ნაზღაურების აი ანაზღაურებაზე გავიგებ საერთოდ და დღეს დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია მიხა ჭაბუკაძე. აისურით რაღაცას მივხვდი. დიახ. სპორტლოტოდან არის. ვიკილოტო. ეს ადამიანი არის ენციკლოპედია ვიკიპედიას ადმინი, ხო? ხო? დიახ, ქართულენოვანი. ქართულენოვანი ვიკიპედიას ქართულენოვანი, რა ქვია ეს? განყოფილება? ვერსიის დეპარტამენტის. ხო, დეპარტამენტი. ადმინისტრატორი და ბიუროკრატი გვაქვს ასეთი თანამდებობა. და ეგ რას ნიშნავს? ართულებ ყველაფერს? ბიუროკრატი არის ამის გარეშე იმას ვერ მარცვალს ვერ ჩაწერ შიგნით, ხო? წმინდა ბიუროკრატიული სტატუსია, ასე ვთქვათ, მომხმარებელი იუზერი, რომელსაც შეუძლია სხვა ნებისმიერ რედაქტორს მიენიჭოს ადმინისტრატორის სტატუსი. გასაგებია. და დავების გამშველებელი, ვიკი დავების. არა ძმაო მაგწელს არ მოხდა ეგ და ეს ანუ ეგეთებიც ხდება, ხო? კი, იქ ხდება თუ ხდება. და ეს არის რა ქვია? დიდი კაცი მყოლი. ესე იგი, სამ თანამდებობაზე ხარ ადმინი, ხარ ბიუროკრატი მომრიგებელი. და ვიკიდავების ეს გამშველებელი. ბიუროკრატში შედის ეს. ბიუროკრატის და ნაწილი. ეს არის ერთ-ერთი პროფესია თუ კიდე რამე სხვა საქმიანო? არა, ნუ რედაქტორი თავისავად იგულისხმება სტატიების წერან. აჰა, მესამე რედაქტორი. ეს ოფიციალური სამსახური ანუ ხელფასი. არა, მოხალისე ვარ, ვიკიპედიას მოხალისეები ქმნიან. ყველა ვიკიპედიას, რასაც თქვენ ნახულობთ, ქართული იქნება, ინგლისური, რუსული, არავინ ამაში არ სუხალისზეა დამყარებული. არავინ ამაში ანაზღაურებას არ იღებს. ო, ნახე. და რატო? რამე ბანერი რო ჩავსვათ? არა, ნუ გაზზე გადაყვანა მანქანისგან. გასი. უფასო ინტერნეტი უგეთესი იქნება. არა, არც ერთ ვიკიპედიაში ხელფასი არ არის. მოხალისე. ადღეშია ხალხი. აბა, ნადიალა მაინც ხონდა. ბოლოს რაზე იყო? ჩხუბები ხდება ძირითადად რედაქტორებს შორის ხდება, თქვათ ვერ თანხმდებიან. ბოლოს რაზე ვერ შეთანხმდნენ? თქვათ პერუს რომელიღაც ვულკანს, თქვათ ესპანურად ქვია ორიგინალში უინა პუტინა, იყო ეს საკმაოდ პოპულარული ქართულ ინტერნეტ სივრცეში, ზოგი ამბობს ეს უნდა გადმოვიდეს როგორც ხუინა პუტინა, ზოგი არა უინა პუტინა. მიდის სათაურებზე დავა ძირითადად. შენ როგორ მოარიგე? ნუ ამ შემთხვევაში ოქროს უინა პუტინა. ამციკეთ და უინა პუტინა. დავები ხდება ძირითადად იქ ადგილობრივად, ნუ უკვე აქტიური ყოფილა რომ ხელით შეეხნენ რედაქტორს. ვირტუალურად. ვირტუალური ხელით კი ბატონო. გაიგდო წიხ ქვეშ არ ყოფილა. კი ბატონო, მაგრამ უფრო ძირითადად ხდება სმაილიკებში ქონდა ერთი ესეთი ხელი. ვიკიპედიისგან გაუცნობიერებელი ადამიანებისგან შემოსული წერილები. ნუ მართალია ხელფასი არ გვაქვს, მაგრამ იმდენად სახალისო სამსახურია ამ ხრივ ყოველ დღე მინიმუმ 10 ანეკდოტი მაინც ფიქსირდება ეს. მართლა? კი ბატონო. ვინმეს არ ქონია რომ თავისი ეგ ანეკდოტები რო გაყიდოთ. Facebook-ზე ძალიან კარგად პოპულარულია. რამდენი ინფორმაცია იდება დღის განმავლობაში დაახლოებით? დღის განმავლობაში მაგალითად არის პერიოდები, როცა შეიძლება დღეში 10 სტატია შეიქმნას. მანდაც რამე ისე სეზონები გააქვთ? ბოლო დროს ეხლა ვეჯიბრებით სომხურ ვიკიპედიას და ამიტომ აქტიურად. მართლა? დღეში 100-ზე მეტ სტატიას ვქნით საერთო ჯამში. რამდენი? ახლა გამოვაგზავნეთ ვეჯიბრებით. მაქსიმუმ 5-6 კაცი ვქნით ამ ყველაფერს. ბოლოს სტატია რა შექმნა? 20 სტატიას წერს დღეში. ასე გამოდის. ბოლოს მე ამჟამად ეხლა როგორ მოიცალე აქ მოსასწრებს? არ მე პარალელურად სხვა სამსახურიც მაქვს, მაგრამ ნუ ეს თავისუფალ დროს ყოველთვის ვიკიპედია პარალელურად რამე ისეთი ორიგინალური გაქვთ იქ ჩვეულებრივი სამსახური. თქვენი კოლეგა ვარ, ასე ვთქვა. სტუმრად კაცებთან ის არა. სამყარო. ტელევიზიაში მუშაობ პროდიუსერი ვარ. რომელ არხზე? მეორე არხზე, საზოგადოება. კი ბატონო, ანუ სფეროა.
მეორე ახს მეუყურებ. ანეკდოტებია. უყურებ მარტო მეუყურებ. სულ განაბული თუ რა ვიცი. ალბათ ბრიფინგებს ერთად. ბრიფინგებს პარლამენტის ხდომებს. ყველასგან მიტოვებული ხალხი როგორია რომ ცოცხალი აღარ უნდა იყოს იქ ზის და ბრიფინგსაც. ჩვენ ვართ ვიკიპედიაში თუ არა? არა. არ TV11 შენ არა ხარ მე კი. ეს როგორც გაზეთის თანამშრომელი. რამდენი კაცი მუშაობ? ადმინისტრატორი არის ამჟამად 4 მუშაობას დავარქმევთ. თუ მოხალისეობთ არის ხო არ უთხრათ ამის საჭმელი მაინც მოგიწევთ. ოფისი არ გვაქვს, მისამართებს დავუწერთ სახლში. ოფისიც არ გააქვს? არა, ყველა თავის სახლიდან სამსახურიდან. მოდით ხოლმე და დავსვავთ პასტიცზე. ეს ამ მაისურებსაც თქვენი ფულით ხიდული. მაისური მაინც გამოუგზავნეთ. ეს გამოგვიგზავნეს, მართლა რამე ის არა გაქვთ რა ვიცი. ეს საწყალი მაისურის სხვადასხვა ხალხს ხელმასი არა. მაისურის უნდა რომ გახადოს. ეს საწყალი მაისური 4 წლისაა და საბედნიეროდ რაღაც კარგად გამოიყურებენ აი ხარისხის პაკისტანურია არ გახუნდა სხვადასხვა. ნაღდი პაკისტანურებია. ნაღდი. 30 გრადუსზე რეცხავთ ალბათ. ვიკიპედიის დაბადების დღესთან ჩვენ მაგასაც სახში ვიყიდეთ სარეცხი მანქანა. ძალიან აი ნავაროჩენი რასაც იტყვიან. ყველაფერს თვითონ შევა. მიდის, კრიბავს სახში თუ ყრია რამე ისეთი თვითონ რეცხავს ყველაფერს ერთ-ერთი მინუსი. ჯერს უნავს. შეიძლება სახედა რომ გადიხარ კიდე რა გაცვიე ჭიანი. ხო და მე რეცხავს ერთ-ერთი მინუსი აქვს რომ აპატარავდება ყველაფერი. და შეიძლება ეხა სანდროსაც. სანდროსაც არა, ამას როგორც წესი სარეცხ მანქანას ვერ ვანდობ ხოლმე ხელით ვეცხავ ძირითადად. რამე შეკრებები არ ტარდება ვიკიპედიის შეკრება ვაშინგტონში, ხო ამერიკაში? კი, არის მაგალითად ყოველ წელს სხვადასხვა ქალაქშია მსოფლიოსი. თქვენი ფული დაგიხარ. არა, შეგვიძლია კი ბატონო, თუ სურვილი გვაქვს, მაგრამ თქვენი ფული და ვალდებული ხარ რო ჩახვი. მასე გიჟებიც არ ვართ ნახე. ეხლა მეხიკოშია სხვათა შორის. არა, მართლა თავის ფულით ჩადიან თუ იგი? არა, იქიდან 100 კაცს აფინანსებენ, ყველა 288 ენაზე მუშავდება ამჟამად. ანუ თქვენ მოცეკვავეებით ვიღაცების წამოარეთ. და ამჟამად ამერიკაში რომ ვიკიპედიას მიყვება. მედონელო ხარ. მეხიკოში და თანამშრომელი ვარ რა თქვი, ვინც მუშაობ? ყოველ დღე 6-7 ხო. ხო და 100-ის უფლება რო გაქვს წარ. არა, 100 ამ 280 ვიკიპედიიდან. 280-დან ზოგადად საბედნიეროდ მოხდა ჩვენ კვოტა შეგვხდა, ასე თქვა, მე მივდივარ ივლისში მეხიკოში. ამას თუ გამორჩენ ქართულად. ანუ იმ 280-დან 180-ის წარმომადგენელი ვერ მოდის. ყველა დანარჩენები არიან ასეთი კატეგორიაც, რომელიც თავის ხარჯით მიდის მართლა. და ვინმე არის რომ საერთოდ არ დაუძახეს ისეთი ცუდი ვიკიპედია აქვს? არის შესაძლებელი მეგრული ვიკიპედია. მართლა არის ვიკიპედია. არის კი. კი, მარგალურია. არის მეგრული. ერთი 400 სტატია მეც მაქვს შექმნილი მეგრულ ვიკიპედიაში. მართლა? ნახე, რობინ მეგრულიდან თუ დაპატიჟე. აი, მაგითო მეგონია. ამას კი მიწავ. ეს მეგრული კვოტით მივდივარ. მეგრული იმდენი კი ვიცი, რომ რაღაც ვიკიპედიაზე სტატია დაწერა. არასებო. სტანდარტული ტექსტი რა. აქციული მეგრელი რომ უაბრუნოს და სხვათა შორის მეგრულ კარტონად ვიკიპედიაში წერს და Google-ით. დაწერილი მაქვს სტატიები მეგრულ ვიკიპედიაში ეკვადორის და კოლუმბიის ქალაქების შესახებ. მართლა? რამე ისეთი დაგიწერია. ნიკოზეც რო დავწერო ინგლისურში რომ ეს არის ცივილიზაციის აკვანი. დაწერე. წაგიშლის ვიღაცა. დაწერეთ. ვინ წამიშლის? პირველივე ვინც წაიკითხა. ჩემი ინგლისურით რო დავწერო. ინგლისურად დაწერო. რო ვერ მიხვდებიან. მაინც აგიშნიან სხვა ენა მოხდა. ხო და რამე ისეთი დაგიწერია რომ აი დარწმუნებული არ ხარ სიმართლეში, მაგრამ ამას მაინც ვინ წაიკითხავს ამის დედაცვათიდან. ყოფილა ასეთი შემთხვევაც იგივე ეს ლათინური ამერიკის რომელიღაც მიყრუებულ სოფლებზე, მაგრამ მთლიანად მიმდობილ ვარ ინგლისურ ვიკიპედიაზე. რატო წერ ამ ლათინური აი ის სფერო, ყველას თავისი სფერო გვაქვს, ასე თქვა. და შენი არის ლათინური ამერიკის მიყრუებული სოფლები. ყველაფერი. რა და ამ სხვა შორის სპეციალობით სოფლოლოგია. მიყრუებული სოფლები და მდელოები. გეოგრაფი ვარ ერთ-ერთი სპეციალობით და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. შეიძლება მე ვკითხო? ცხადია. აი არის სტატია მარნეულზე. კი ბატონო. დაუშვათ, ხო? იმიტომ მე მარნეულზე მაქვს ნანა.
რა პრინციპით არჩევთ სურათს? იმიტომ იქ იყო რაღაცა ახალ შეღებილი корпуსი, მაგრამ მეტი სურათი. მარნეულზე პრინციპი იქნებოდა ნიშბი რამე ნორმალური. სურათებთან დაკავშირებით, ვიკიპედიის მთავარი მოთხოვნა არის ზოგადად ამ ფონდი ვიკიმედიის, რომელიც ვიკიპედიის გარდა სხვა პროექტებსაც მართავს, ვიკიციტატა არის, ვიკიწყარო რაღაც, რომ თავისუფალი ლიცენზია. ანუ ჩვენ არ შეგვიძლია იქ ჩავსვათ ნებისმიერი სურათი, რაც მოგწონს. ის ფოტო, რომ ვიღაცამ უნდა ინებოს კეთილი, წავიდეს, გადაიღოს და ეს ფოტო შეწიროს პროექტს, რომ არ დაადოს თავისი საავტორო უფლებები. და ამიტომ ხდება ხშირად ისეთი ფოტო, რომელიც არ ვარგა, მაგრამ მხოლოდ ის მოგვეპოვება თავისუფალი ლიცენზია. მაგრამ უფასოა. უფასოა, კი ბატონო. ადრე მოხდა ესეთი ფაქტი, როგორც წესი, ძირითადად PR-ს ამსახურები ამა თუ იმ კომპანიის ცდილობენ შემოიტანონ სტატია თავის კომპანიაზე. რადგან საძიებო სისტემები იცით, იგივე Google პირველს ამოაგდებს ხოლმე ვიკიპედიას. ძალიან კარგი ლუდი და რაღაც ლუდის სახე. ხო და ცდილობდა ერთი ადამიანი რაღაც უცნობ ჭღპ კომპანიაზე, ასე თქვა, შემოიტანა სტატია. წავუშალეთ ერთხელ, ორჯერ. მე ერთ-ერთ Microsoft-ი ხო, გამახსენდა ეგ. ერთ-ერთ ადმინისტრატორს კომპანიას სახელი გადაარქვა და სხვა სახელი შემოაცურა. ერთ-ერთ ადმინისტრატორს მიწერა გამწარებულმა ესეთი წერილი, სახის წერილი. ძმაო, რატო წამიშალე, მე ამითო დირექტორს ვაწონებ თავს, მაგარი ქალი არისო და რამდენიმე დღეში ამას რო ნახავსო, ადვილად დავკერავ, რა ჩემი გახდება. გეცლიათ რამდენიმე დღე არ წაგეშალო. ვაცალეთ, ასე თქვა. რა ქენი. შლიცოდე ხნა. მე რა იმდენი გააკეთე. და ძალიან მაგარი არ ვარეკავს, წაშალე. ყველაზე მაგარი. აგეგრე და წაშალე მაგის დედა. ეს მიმოწერა რჩებოდა, იქ საჯაროა, ყველა ხედავს, უბრალოდ უნდა იცოდეთ როგორ შეხვიდე იმ ადამიანის გვარი და სახელის მოიხსენია, იმას ეგონა, სადაც PM-ში იყო ეს მესიჯობა, რომ დაგეგუგლა, თქვა, ამოაგდებ და ამ ისტორიას ნახავდა მთელი. მე ეს გაიგო. არა, სადღაც იყო იქ მიყრუებული განხილვაში. გაიგო დირექტორის მეუღლე. გაიგო, რაშიც იყო საქმე, მე აქეთ რო იტყვიან ქრთამები შემოგთავაზო, ოღონდ წამიშალეთო, ოჯახი მაქვს არ დამენგრესო. ესეთი ბევრი ხდება. რამდენი ოჯახი აქვს ნეტა ვიკიპედიას დანგრეული? ბევრი, იმიტომ რომ მაგალითად ქმრები 24 საათი ვიკიპედიაში ხედან ცოლებისთვის არც ალიათ არის ესეთი შემთხვევები, პირიქით ცოლი. გამოდი გამოეთრი. ნუ ერთ დამოკიდებულებაა რა ვიკიპედია მიცის სასტიკი მიჩვევა. შეყოლა. შეჯდა ეგერ ჩემი მეგობარი შეჯდა ვიკიპედიაზე და გაყიდა ბინა. მანქანა და ჩაყარა ყველაფერი ვიკიპედია. ლოთობა დაიწყო რომ გადაიგო. თვითონ მეორე არხს თუ აქვს ისა ვიკიპედიაზე. კი, სხვათა შორის ხედავთ 11-ის არ არის, მეორე არის არ არის. ჩემ და სამარცხინო ცუდია. კარგი სტატია არ არის. კარგი როგორ გინდა და აუნდა დაწერე. გასაახლებელი. ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი. რა გაინტერესებს? აი ყველაფერი შეგიძლია რომ რა მაინტერესებს ეხა მივალ ჩაუჯდები მაგას ყველაფერი. ვიკიპედია. არაფერი არ იმაიმუნ. ერთ-ორ სტატიას გამოაცხობ. მე ყოველდღე ვიყენებ თითქმის. ნიგოზეთზე წავიკითხავ ერთი და გადავთარგმნე ინგლისურად. ნიგოზეთზე არის ესეთი ფაქტები, თქვათ, იგივე უკაცრავად ამოშლიან შიგთავს სტატიის, თქვათ, აქვს ნებისმიერ უფლება რედაქტირების. და მის მაგივრად ჩაწერენ რაღაც სისულელეს, თქვა. სულ სიტყვებს წერენ? კი, აი ეგ უნდა მეთქვა. ისეთ ძალიან სულ სიტყვებს. და მე დადიხარ და ტრაკი არაფერი არა იმასთან. მე ადმინი დადის და მზე თაკე. შედიხარ კარელში მზე. როგორც წესი, ასეთი შემთხვევები ერთი დაწკაპუნებით, ასე თქვა, შეგვიძლია გავაუქმოთ და დავბლოკოთ IP მისამართი, მაგრამ მაინც თავისავად არის ესეთი ფაქტი, სკრინშოტებს ვაკეთებ ხოლმე და ვინახავ ამ ყველაფერს. იგივე არის ბოლოს რაც მახსენდება, ვიღაცამ წაშალა რაღაც. ის რაც ეთერში ვერ მოხდა, მე ახალ წელს გამოაგდებ. რაღაც სტატიიდან ყველაფერი და ადამიანები არ ხარ, თუ ზანგთან მინდა გავსინჯო და როგორმე დამაჯახეთ. მართლა? და უნდა დააჯახო. რა გაწანწალებულია ხალხი. არის. ალექსანდრე მაკედონელზე ამუშალეს გარდაცვალების ადგილი. ჩაწერეს ნიგოზეთში. ხაშურში. მართლა ხაშური? იქვე ყოფილა რა ხაშურში. გარდაიცვალა ხაშურში და დაგზადულია ნიგოზე. ხაშურლებსაც რო არ ეწყინა. აი, მოუწოდე ხა ხალხს როგორ წერონ, ვისაც უნდა წერა და ეხა მიხვდა რომ ვა, მეც დავწერდი. აი ეგეთი ხალხი რა ქნან, როგორ დაიწყო? ერონ ოღონდ ცოტა მოკრძალებულები იყვნენ, ახლა ყველა პროფესორობას ნუ მოინდომეს. არა, თავის თავზე კი არა. გლეხურ ენაზე წერია. ზოგადად
რა ვიცი. ო და ეგრე ვიცი. ო და გამოვდივარ იმ დღეს კაცო და ზოგადად რა მინდოდა მე თქვა რუსთაველზე და ვიკიპედია რო ეგრე ვიცი. არა, დიდი პრობლემა არის, თავარი ქართული საზოგადოება ვერ მიეჩვია ქართული შრიფტით წერას. ქართულ ვიკიპედიაში რა თქმა უნდა ქართული დაუშვათ გამონაკლისა. წერონ ინგლისური ასოებით. ეძებენ თქვა იგივე დეპეშასავით. ნიგოზეთის შესახებ სტატიას ინგლისური ასოებით, რა თქმა უნდა ვერ იპოვიან. და არის ცოტა ხანში იპოვიან ის ისე აღინებული რომ ისე რა სიტყვებით არ უნდა დაიწყოს ვიკიპედია სტატია. ისე რა მაგარი იქნება შემდეგ გადაცემაზე. შემდეგ გადაცემაზე რომ მოვიწევ და მოგკითხოთ ყველაზე დიდი სტატია რა არის და იმერეთი იყო, მაგრამ ნიგოზეთმა გადაუსწრა. ვინ დაწერა არ ვიცი. ესე რო იწახ, ვინ დაწერა? IP მისამართით გაგშიფროთ. უბრალოდ შეურაცხმყოფელია, როდესაც ჩვენ მოხალისეები ვართ და ვთქვათ ჩვენს დროს ხარჯავთ წერთ რაღაცას და მე მოდის ამის ანსულოდ შეურაცხყოფა რომ რაცა პროფესორს ეს რატომ უფრო მეტი არ დამიწერე და რატომ უკეთესი არ ისე მარტივად რო ხსნათ ვირო მადლი. ხო, აი ვირო მადლი ზუსტად ეს. მადლი რაო? ვიკიპედია. მოდი ხალხს ეგ აი ვინც წერ მოცხარზე რო დაწეროს ვიღაცა. ხო, ნუ მოცხარზე ხო არავინ არ გაუტრაკებს ეხა რო რა ის. გასიზამს. რატო არ ჩამოყვა? ეს კვირეები. სამი გადაცემა. მე რამდენი ხანი არაფერს არ ვიძახი ნახე. რატო? შენ ოქრო ხარ დათო. ხო ვიძახი მე შევწყვეტო რომ ვიღაცა ჩამანაცვლებს თქო და აი ცნობიერს. ხო. შემდეგ გადაცემიდან თავის საფირმო. რა ქნა? მოწოდება ის იქნება რომ უბრალოდ მეტი მოხალისეობა გამოიჩინონ, გაიღონ რაღაც თავისი თქმა. მე გეტყვი რა ვქნათ რა. გამოყარე რა სტატიები არ არის და დავინაწილე. კი ბატონო. ვიღაცას მოცვი შეხვდება, ვიღაცას გუგული, ვიღაცას ჯიბე. დავწერთ რა. ანე ხახვი. 66 გამოაგდო. 66 სიტყვა გამოაგდე. რაშიც გვისწრებენ სომხები რა ეგენი. სამხები galaktikებში გვისრა. ბევრი galaktikაში. galaktika სტატიები ისეთ galaktikas დავწერო, ვაფშე გაგონილი არ ეკნება. galaktikis მოფიქრებას რა უნდა. galaktika ჯიბე. მოიცემ იქავე ვართ რა მოცვზე დაწერა Word-ში სტატია ვიღაცა როგორ მოახვედროს ვიკიპედიაზე ერთერთავს და გამწარებული. საძიებო ველში ვიკიპედიის აკრიფოს სიტყვა მოწვი იქნება პეტრე, იქნება თუ პავლე, რაც იქნება. თუ ნიგოზეთი. თუ არ არსებობს შექმნას. თუ არ არსებობს სისტემა ამოუგდებს არ არის ეს სტატია შექმნილი, დააჭიროს. სადოს როგორც მოუნდება შემოიტანოს მთლიანი ტექსტი, ჩააგდოს. ამ შემთხვევაში ამას ადმინისტრაცია ვხედავთ. ამინთებს მიუვა იმას ტუტორიალი. მოწვი. დამწიფდა. ჩვენგან მიუვა მიხედეთ მე ჯიბეზე. პანიკა ატყდება. ჩვენგან მიუვა ტუტორიალი, სადაც წერია ვიკიპედიაში მუშაობის მიუვაო, რაღაცა ფულია. იმინა მოცვის ტუტორიალი. ნიგოზეთის ტუტორიალი. როგორ გააკეთოს მოცვის მურაბა. მიუვა ინსტრუქცია, როგორ იმუშაოს ვიკიპედიაში, თუ კიდევ ჩაუჯდება, უფრო მეც გაიგებს და ასე. ყველამ ასე ვისწავლეთ რა, რაღაც გვაინტერესებდა. შევედით არ იყო და გაგვიჩნდა სურვილი შეგვეტანა ეს ინფორმაცია. პირველი ვინ იყო? აი პირველი ზეზო იყო პირველი. პირველი სტატია სხვათა შორის ქართული ვიკიპედია 2004 წელს შეიქმნა და შექმნა რომელიღაც ჰონკონგელმა არაქართულმა, ნუ ორ სიტყვიანი იყო ედუარდ შევარდნაძის შესახებ იყო სტატია. არ ვაფასებდი თქო იმ კაცის სახით. ქართულად ედუარდ შევარდნაძე ტირე საქართველოს პრეზიდენტი. ტელეფონის ნომერი ხო არ იცი მაგ ტიპის. და მეორე იყო უკვე ნიგოზეთი. სადღაც დამეკა. და მე მოყვა საქართველოს ღვინო და რაღაც. მოიცა სტალინზე ადრე იყო შევარდნაძე? პირველი როცა 2001-ში შეიქმნა ზოგადად ქართულში, ნუ იმას იცნობდნენ ალბათ. უფრო მეტად შექმნა. არა, იმის მერე უკვე ქართველები ნახე დაემატა ვიკიპედია არის შევარდნაძის გაკეთებული. ჩაქტიურად. რო შევაჯამოთ. საერთო ჯამში რას გვირჩევ? გირჩევთ, რა ვიცი, თქვენი ვალი მოიხადოთ თუნდაც ქართული ვიკიპედიის წინაშე. ერთი ხედა ზოგადად ქართული ინტერნეტ მომხმარებლების წინაშე, ერთი ხედარგეთ ერთი სტატიის სახით. ისე მაგარია, ეგეთი ისა. ყველამ დავწერო თითო სტატია. აი, სხვათა შორის სომხურ ვიკიპედიას ეს კამპანია, როდესაც გააკეთეს ერთი სომეხი. მოდი რა ვქნათ, იცი? ყველამ წავშალოთ თითო სომხური. ეს ყველას გვეხერხება.
წერა. ეს გაუშვი. ნუ გადამკვიდრე. არჯერტი და წერე რა. იმედამ თვითონ სომხური სტატია წავ ხო შეგვიძლია. იმედია ვიღაც არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია გავაფუჭოთ. სომხური სტატია. ჩასვი მზეები და ეგ. საქმეს ნუ გამიფუჭებთ, ხშირად მიწვევენ სომხეთში, კარგად ვარ სომეხ ვიკიპედიელებთან და ეს რომ გაიგონ საერთოდ არ მიწვევენ. შენ სახელს არ ვითომ ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ. აზერბაიჯანს დავარტყა. შენი სახელი მზესავი გამოგწე. ო ნაღდიმზე გადაკეთებული. ხო და ტელევიზიები დაეხმარნენ ამაში ძალიან სომხურ ვიკიპედიას. ერთ-ერთი armenia TV სომხური არხი. მთლიანად თავი armenia TV სომხური. კაცზე სტატია რა. უშვებდა უფასო რგოლი დაუმზადა სარეკლამო და ატრიალებდა დღეში რამდენჯერმე ამას. შემდეგ გამოთქვეს სურვილი სხვადასხვა სამინისტრო, სხვადასხვა უწყებამ სომხეთის, თქვა ჩაეწერნენ მივიდა ეს მინისტრი განათლების იმისი. და ამან იმოქმედა, მართლაც ფანტასტიკური შედეგი გამოიღო. თქვენ თუ ამას გააკეთებთ, რა ვიცი, თქვენ ვალს მოიწევთ. რამდენს გადაიხდით? თან საქმეს, აი მე რომ გადამიხდიან, იქიდან წელში გავიგე. ერთი მაიკა? ცოტა რომ მოვიყვოთ არ შეიძლება. ხალხო თავიდან მუშაობთ უფასო და მე მოდის GDP-დან მოდიან. GDS-ზე ბევრი ფულია. აუ, ეხლა სტატიები მოეყრება, უნდა ნახო. ესაც სხვა შორის პარავენ ძალიან ბევრი, მაგრამ ამაზე ხმას ვერ ამოიღებთ, რომ თავისუფალი ლიცენზიით თუ ავცელოთ, თორე არაერთი საიტი. ისეთი ექსპერიმენტით ჩამიტარებია ძალიან ცუდი, ვთქვათ. ერთხელ ვანუატუმ აღიარა აფხაზეთი თუ შენი მოფიქრებულია რო აღიარა მაშინ დილით ერთ-ერთი ადრე გავიგე რა ძალიან ეს ამბავი და ახლა ვიცოდი რომ მთელი ქართული სააგენტოები ტელევიზიები მიაწყდებოდნენ ვიკიპედიაში ნახავდნენ რა არის ვანუ ჩავწერე რაღაც ფეხები არაფერი არ დახვდებოდა არა დახვდებოდა ვანუატუ არის სოფელი ნიგოზეთის გვერდი რაღაც აწყვიტას გვერდი რაღაც ასე თქვა თუ იმაიმუნე ჩავყარე ექსპერიმენტ ჩავწერე ცოტა სისულელე რაღაც ტყუილი ინფორმაციები და ის რა კარგი პრიკოლი მასწავლე რა არა ეს მე მეპატიებოდა თქვენ არ შენ თუ გეპატიებდა ანუ მე კეთილი ექსპერიმენტი 1 საათი დაგათრობს დილით ადრევე რადგები და მთელი დღე ყველა ქართულმა ტელევიზიამ ყველა სააგენტომ ის ინფორმაციები ატრიალა ну რა თქმა უნდა შემდეგ გავასწორეთ ეს GDP-ის გარდა რა თქვა იმიტომ რომ მაგის იმედზე აგორება დიდი მადლობა რომ იყავით მადლობა თქვენ აბა ხალხო ერთ კვირაში იცოდეთ აბა ხალხო გავედით ახლა ხო და ეგ და აბა ხალხო ერთ კვირაში ყველა კიდო სტატია დავდოთ რა ესე უნდა ნახვამდის ერთმანეთს შევხვდებით ერთ კვირაში უმრად